ომლეტი სალსათი. ამისათვის ჩვენ დაგჭირდება ცოტა დახეხილი ყველი, 100 გრამამდე დახეხილი ყველი, ცოტა ვიჩინა, მარილი პილპილი, წითელი წიწაკა, პომიდორი, მწვანე ხახვი, ოხრახუში, ცოტა რეღანი. ავიღოთ ცოტა დახეხილი ყველი. იმერული ქარხნული არ აქვს მნიშვნელობა. დავჭერეთ ცოტა პატარა ნაჭერი შაშხი. ყველაფერს ვჭრით ძალიან წვრილად. ეს გინდა? ეხლა დავაკუცმაცოთ. სანამ ვჭრით შიგთავს, გავახუროთ ღუმელი, ჩავყაროთ ყველთან. მწვანე ხახვი დავჭერეთ ცოტა. მწვანე ხახვიც ჩავყაროთ. რამდენიმე ფოთოლი რეღანიც დავჭერათ და მანდ გავუშვათ. ეგეც წვრილად. ჩავამატოთ 1 სუფრის ქოუზი მაიონეზი ან არაჟანი, რომ ტექსტურა მივცეთ. უკნათ ცოტა მარილი და ცოტა პილპილი. კარგად ეს ყველაფერი მოურიოთ. რომ დაემსგავსოს ოლივიეს. ნამუსი, სინდისი. ჩინა პატარა. შემჩნი ხო? შემოგვეჭამასავით. ეხლა მოვამზადოთ ომლეტი. ავიღოთ 4 კვერცხი, ცოტა მარილი ჩავყაროთ და ვთქვიფოთ. დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ჩავდოთ ან კარაქი, ან მოვასხათ ზეთი. მე ვიყენებ ერბოს. გამოვასხოთ კვერცხი. თავარი ეხლა ომლეტს ძირი შეეკვრას, ზემოდან უნდა იყოს თხელი. გადმოვიტანეთ ომლეტი დაფაზე. ეხლა გავახვიოთ შიგთავსი. სასურველია თხლად წაუსვათ, რომ მე არ გადმოვიდეს ძალიან. ბოლომდე არ ვავსებთ. ძალიან კიდეებამდეც არ მიგვავს. წინასწარ მოვამზადოთ ფორმა, რომელშიც უნდა ჩაეტიოს, ჩაეტევა. ეხლა გავახვიოთ. რა არომატი აქვს. ნაკეთსი თქვევით, ვათავსებთ ფორმაში. ეხლა გავუშვათ ღუმელში, ზუსტად 5 წუთით. წვრილად დავჭერთ პომიდორი. ისევ წვრილად ვჭრით რეღანს, ვაკუცმაცებთ და კიდე ცოტა მწვანე ხახვი. უკნათ ცოტა ზეითუნის ზეთი. შავი პილპილი. გავჭერათ? მინდა? მინდა. ნამპამ. ვაუ.